საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა 2025 წლის შეჯამება და მოლოდინები ამ სახელწოდების კონფერენცია გაიმართა თბილისში. მთავარი აქცენტი ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებაზე, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების ხელშეწყობასა და ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციაზე გაკეთდა. ხაზგასმით აღინიშნა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობა. განხილეთ ისეთი პროექტების განხორციელების აუცილებლობა, როგორც გახლავთ რეგიონალური დამაკავშირებელი წყალქვეშა კაბელის პროექტი, ასევე სტრატეგიული პროექტები, დიდი ჰიდროები, მზისა და ქარის სადგურების განვითარების შესაძლებლობა და ასევე განხილეთ ფინანსებთან ხელმისაწვდომობის აუცილებლობა, გზები და ის სიკეთე, რომელიც სექტორის განვითარებას უნდა მოჰყვეს. მას შემდეგ, რაც სახელმწიფოს მხრიდან დაანონსდა 1 მილიარდი ლარის უპრეცედენტო პატიება, ჩამოწერა იმ დაგროვებული ვალდებულებების და პირგასავტეხლოს ენერგოსექტორში მოქმედი კომპანიებისთვის, ეს იყო უმაღლესი დონის პირველი დიალოგი. ჯამში ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც სახელმწიფო, ისე სექტორში მოქმედი კომპანიები საერთო ხედვაზე სრულად თანხმდებიან.